დაიწყო ჩვენი საავტორო საავტორო და საავტომობილო ბლოკი და პირდაპირ მინდა მევლუდი უბრალოდ გაგახსენოთ მოგესალმებით და წარმოგიდგინოთ სტუმარი რომელიც მევლუდმა მოგვიყვანა დღეს ეს არის უნიკალური ადამიანია ესე გითხრა მევლუდმა ავტოსაგზაო შემთხვევების ექსპერტი ბატონი ნუკრი კვინიკაძე სალე ბატონო და მეულც მართალი ხარ არ ჭირდება ოფიციალური წარდგენა და ჩვენი ერთი თანამშრომელი ყვებოდა ამ დილით რომ უკვე ისეთი ცნობადობა აქვს მეულც რომ მევლუდა ეს იხსენიებს ყველა ვისაც რაიმე შეხება მაინც აქვს ავტომანქანასთან ასე რომ შინაური ხარ უკვე ყველას მე კიდე მინდა შემოგთავაზო ყავა ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია გაგიმასპინძლეთ და არაჩვეულებრივი ამბიო ყავა მაუნთაგენი და მადლობა გითხრათ იმიტომ რომ შენ ორშაბათობით ისედაც გვიხარია რომ მოდიხარ მაგრამ გვიხარია როცა აი კამფეტები გილაგია და ვისმოცნებით ხოლმე ამისთვისაც დიდი მადლობა ჩვენ კიდე ყავით გაგიმასპინძლეთ მაუნთაგენი გვაქვს ძალიან კარგია მოგეწონებათ მე ესე იგი შეთქვი რომ ადამიანი რომელსაც არ აქვს ერთი პროცესი წაგებული თავის კარიერის განმავლობაში, ხო? ხო, ნუ ანუ სწორედ იცის ყველაფერი აბსოლუტურად. ხო, კარგად იცის და ნებისმიერი ადამიანი ძლიერია მაშინ იმ საქმეში, როცა ის საქმე კარგად იცის და როცა ჩვენ ავტომობილებს მოვთავთ, პრინციპში თუ საგზაო წესები კარგად გვეცოდინება, და ძალიან ცოტამ ვიცით და შემთხვევა რომ დგება, მხოლოდ მაშინ, ეხლა მეც ჩემი სამეგობროს მიერეკავს მხოლოდ მაშინ, რომ აი ეს შემთხვევაში მოვყევი და მართალი ვარ თუ მტკვანი ვარ. ანუ თუ წინასწარ არ ვიცით პრინციპში ცუდია უკვე, იმიტომ რომ მოძრავი ნაღმები ვართ პრინციპში, როცა მივადგებით გზაჯვარედინი იქნება ეს თუ სხვა რაიმე ადგილი, ხო არ ვიცით რა უნდა ვქნათ და ვაკეთებთ ისე როგორც იმ მომენტში რაღაც ალღო გვამცნობს და შინაგანი ხმა გვარდა. ალბათ ყოველდღიურად რამდენი საავარიო სიტუაცია იქნება. აი რამდენი ალბათ. კი, მე უნდა ვაღიარო რომ მეც ყოფილვარ ესეთი ნაღმი და მე ჩემ თავს გამოუტყდი რამდენჯერმე რომ ჩემი ბრალი იქნებოდა იმ მომენტში რამე რომ მომხდარიყო და კარგია, როდესაც ათვიცნობიერებ შენს დანაშაულს ასე ვთქვათ, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ყოველთვის ყველა მართალია. ყოველთვის ყველა შემთხვევაში ის არის მართალი და შენ ხარ აუცილებლად მტკვანი. ეს სწორედ იმ ცოდნის არქონის ის არის თუ ეს ჩვენი ქართული ხასიათია, რომ რაც არ უნდა იყოს, ადამიანმა საკუთარი სიმართლე უნდა დაამტკიცოს. ხო, ნუ რა თქმა უნდა, რო არ ეგონოს იმ მომენტში, იმ კონკრეტულ ადამიანს, რომ ის მართალია, მაშინ ხო ისე არც მოიქცეოდა, ხო რა თქმა უნდა, გონია რომ მართალია. ან შეიძლება სადღაც ეჭვი ქონდეს, რომ არ არის მართალი, მაგრამ მაინც უკვე მენტალობა ირთვება, მაინც ამტკიცებს, რომ მართალია და თან ყველაზე ცუდი რაც არის, სწორედ როცა საგზაო შემთხვევა დგება, ის რომ იმიტომ რომ უფრო ხაზი გაუსვათ რომ ჩვენ მართალი ვართ, ხო ვიძახით ისეთ რაღაცეებს, რაც საბოლოო ჯამში, ხო საბოლოო ჯამში ან ვამუქებთ ფერებს და საბოლოო ჯამში ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. სწორედ როცა განხილვა დგება ამ საკითხის ყოფითობაში რა ბატონო ნუკრი, აი ერთი ესეთი საყოველთაო მითი თუ სინამდვილე ისტორია თუ მტყარი, ძალიან მარტივი და ძალიან ზოგადი შემთხვევა. მანქანა რომელიც უკნიდან გიტყავს ის არის დამნაშავე. ყველა შემთხვევაში ესეა თუ არა, იმიტომ რომ მე რაღაცა ძალიან ახალგაზრდობიდან ვატარებ და რაღაცა ის მქონდა ჩარჩენილი. ხო, მეც ესე მაქვს ჩარჩენილი. უკნიდან როგორი მართალი მანძილი ხო იცით რა მანძილიც უნდა დაიცვათ, ხო გასწავლათ მე. 25. ესეა. ეს მანძილი დასასწრები არ არის დამოკიდებული. უკნიდან როცა ეჯახები ავტომანქანას, ყოველთვის არ ხარ მტყუარი. იმიტომ რომ გააჩნია იმ ძღოლის მოქმედებას. რა მოქმედება გააკეთა შესაძლებელია. რა შემთხვევაშია მაშინ ისა და რა შემთხვევაში თუ მიდიხარ, მიდის თქვენს წინ მიდის ავტომობილი და დაგიმოხრუჭათ მკვეთრად და არ გქონდა დისტანცია დასული, მაშინ დამნაშავე ხარ. ეს როგორ უნდა გაარკვიოს მაგალითად პატრულმა რომელიც საჯახების შემდეგ. ეს არის ექსპერტიზა, პატრული ინსპექტორი ვერ გაარკვევს შემთხვევის ადგილზე, ყოველთვის მაგის ის მქონდა რომ პატრულის ავარიის გამოძიება არის ურთულესი. თითქმის ესე იგი ავარიის გამოძიება ყველანაირ გამოძიებაზე რთულია. მით უმეტეს თანამედროვე ავტომობილები მეჩვენება რომ რა უნდა ახლა მივიდა პატრულ ინსპექტორი შეხედა ორი ავტომობილია დამტრეული, ნუ ეს დამნაშავე ეს მართალია. ძალიან რთულია ის კვალიც ვის მიერაა დატოვებული, როგორაა დატოვებული, ეს ყველაფერი უნდა იყოს ექსპერტმა უნდა შეამოწმოს. გააჩნია რა კუთხითაა და როგორაა დაჯახება მომხდარი. შესაძლებელია ზოლიდან ზოლში გადმოდის წინმოვალი ავტომობილი ჩამიჭდა და უკნიდან დავეჯახები, იმიტომ რომ მე შესაძლებელია მეტი სისწრაფით მივდიოდე, ზოლებში მოძრაობაა. იმან დაბალი სიჩქარით გადმომიჭრას და მე ვერ მოვახერხო სიჩქარის შემცირება იმ ავტომობილის სიჩქარემდე. აქედან გამომდინარე ის მითი რომ უკნიდან რო ეჯახები ყოველთვის მტყუარი ხარ, არ არის მას. ბატონო, თუ არ უმუშავებს მუხრუჭის მაჩვენებელი ნატურები. ის არის დამნაშავე? როცა მე ვარ ტყავ. მუხრუჭის მაჩვენებელი ნატურები თუ არ უმუშავებს, ამ შემთხვევაში მძღოლის რეაქციის დრო იზრდება.
ესე იგი ჩვენ რეაგირებას აზე ვაკეთებთ რეაგირებას და აიწება და უკვე ხვდებით რომ ის მანქანა იწყებს დამუხრუჭებას. თუ არაენთო მუხლის უკანა ის რა ქვია მაჩვენებელი მაშუქები არაენთო ამ შემთხვევაში ჩვენი რეაქცია იზრდება. შეიძლება კონდეს დაცული ჩვენ ის დისტანცია რომელიც საჭიროა, მაგრამ იმის გამო რომ მას არაენთო მაშუქები და მხოლოდ მას შემდეგ ვაკეთებთ ჩვენ რეაქციას, როდესაც დავინახეთ რომ ავტომობილმა დაიწყო შენელება, აქედან გამომდინარე მაგ შემთხვევაშიც თუ იმას სტოპ სიგნალები არაენთო შესაძლებელია უკვე მივამწრიე სტოპ სიგნალები როგორ აი შეჯახებისას ესეთი შემთხვევა არაენთო მაგრამ მე დავეჯახე და ჩაუმსხვრიე ეს სტოპ სიგნალები ამ ექსპერტიზა ამტკიცებს ესე იგი შეჯახების მომენტში ნატურა იყო ანთებულ მდგომარეობაში თუ ჩამქრალით მანამდეა გადამწვარი ნატურა თუ და ეგრეთ წოდებულ გვერდით ამაშუქებს მე რორთავენ ხოლმე რომ არა მქონდაო ამასაც ადგენს მოხოვის მაჩვენებელი საერთოდ არაფერს არ ნიშნავს ჩართული მქონდა თუ არ მქონდა ეხლა ბევრია მე მქონდა შემთხვევა ბევრია ჩართავს და გონია დამთავრდა პრობლემა მოგვერდით რიგში უსფად ჩამიჭრა მანქანამ ჩართო მოხოვის მაჩვენებელი და ჩამიჭრა ნუ შემჩერდით და ვეუბნე მეთქი რა შვები მე მე დაინახეო მოხოვის მაჩვენებელი ჩავრთეო ანუ ამ შემთხვევაში ვინ არის მართალი ვინ არის მართალი რომელიც მოძრაობს მოხოვის მაჩვენებლის ჩართვა არ განთავისუფლებს პასუხისგებლობისგან რომ დარწმუნდე რომ უსაფრთხო იქნება თქვენი მანევრი მოხოვის მაჩვენებელს მე რაკეთებ მოდი ანუ შენ თუ მოხოვის მაჩვენებელი რომ დაგეჯახა მე ჩართე ეს შენ აბსოლუტურად არ განთავისუფლებს გინდა მე ჩართე გინდა მანამდე ჩართე მოხოვის მაჩვენებელი ეს არ განთავისუფლებს ესე იგი მანევრს როგორც კი აკეთებ ჩართული გაქვს მოხოვის მაჩვენებელი თუ არა გაქვს უნდა დარწმუნდე რომ ეს იქნება უსაფრთხო ბატონო უკრე დამეთანხმება და მე ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა ძალიან ბევრ ძღოლს გონია რომ ის თუ ჩართო უკვე დამთავრებულია თემა რა მაგრამ ჯობია ჩართონ რა ხანდახან ხელის გადაწევა შეიძლება კი ჯობია ჩართო მოხოვის მაჩვენებელი მაგრამ მოხოვის მაჩვენებელი არ განთავისუფლებს იმის გამო დარწმუნდა რომ უსაფრთხო ვინაიდან ამხელა გამოცდილება გვაქვს და ყველაზე ხშირი შემთხვევა როგორი ტიპის არის ეს შეჯახებების და ესეთი თბილისში ძირითადად შეჯახებები რაც არის უმეტესი წილი არის მანევრი ესე იგი არასწორი მანევრი გადასვლა ზოლიდან ზორში გადასვლა ზოლიდან ზორში გადასვლა უნდა იყოს უსაფრთხო უნდა დარწმუნდე რომ ესე იგი გვერდით ზოლში მოძრავი მარტივია მაგრამ გონია უნდა შევაფასოთ იმის სიჩქარე უნდა შევაფასოთ მანძილი რა მანძილში იმყოფება როდესაც ჩვენ გადავდივართ ზოლიდან ზორში ერთი რაღაცაც მინდა მე კიდე ხაზი გაუსვა რომ არ გამოგჩეს უბრალოდ რომ ბევრი წვრილმანია ესეთი რაც კარგია რომ ვიცოდეთ მაგალითისთვის იგივე ფეხით მოსიარულის პრობლემა ეს სულ დგას ნუ ჩვენთან მიღებული თემაა რომ როდესაც ფეხით მოსიარულეს ეჯახება მძღოლი ყოველთვის ბრალი არა ესე ამ შემთხვევაში არ არის ესე და მე ალბათ დამეთანხმება ბატონი უკრი და ვთხოვ რომ ეს უფრო უკეთ გაგვიმართოს არის თუ არა ესე და თუ არის რატომ არის ან რატო არ არის ამ შემთხვევაში არ არის მძღოლი დამნაშავე ნუ ფეხით მოსიარულე რაც შეეხება ფეხით მოსიარულეზე ძალიან ხშირია ფეხით მოსიარულეზე დაჯახება თბილისში უმეტესწილად რა ეს არის პირველ რიგში რომ ფეხით მოსიარულეები გადადიან არა ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე არის რომ მიწისქვეშა გადასასვლელია და ზევიდან გადადიან ფეხით მოსიარულეები მაგრამ მეუდი გაუნება და მაინც მძღოლია და მაინც მძღოლი არაა დამნაშავე მძღოლი დამნაშავე იმ შემთხვევაში ბოდიში შენო აიძო პასუხისმგებლობაა რომ შენო ჯანმრთელი ხარ მართალია გვანცა ესე გვანცა ვიდაო მე გეტყვით რა ანუ თუ მე მაშინაც ხაზი გაუწევ ამას და ალბათ ბატონი კურიც სამაში დამეთანხმება რომ თუ შენ გქონდა დასანახი საშუალება, სულაც რომ ავტობანზე იდგეს ადამიანი თუ შენ დაინახე და გქონდა იმის დრო რომ აგერიდებინა, გაგეჩერებინა და ანუ რამე მოქმედება ჩაგედინა იმის ეს შემთხვევა აგერიდებინა, ამ შემთხვევაში ხარ და სწორედ ამას ამტკიცებს ექსპერტიზა. თუ შენ არ გქონდა საშუალება რომ თავიდან აგეცილებინა საკუთარ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში შენ თავისუფალი ხარ პასუხისმგებლობისგან. თქვა თუ ღმეა, წვიმს, ნისლია, ხო? და რაღაც ისეთი მომენტი სპორტსმენი გადაარჩა მაშინ უნდა უზრუნველყო შენ სიჩქარე უნდა შეირჩიო მხედველობის მიხედვით თუ ნისლია მაგალითად მხედველობა გაქვს 20 მეტრი არ მიუხედავად имისა რომ იქ დასაშვებია სიჩქარე 100 ავტობანზე და მხედველობა თუ გაქვს 20 მეტრი მაინც უნდა დააგდო სიჩქარე უნდა იარო 30 კმ/სთ სიჩქარით თუ საშუალება კონდეს ყოველთვის გააჩერო რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეს შენ შეიძლება შერჩეული კონდეს სიჩქარე მხედველობის მიხედვით მაგრამ მძღოლი ირჩევს ზისავალი ნაწილის მხედველობის მიხედვით არა კონკრეტული ობიექტის და ფეხით მოსიარულე არის კონკრეტული ობიექტი. შესაძლებელია გზას ვხედავდე მე 50 მეტრში და ქვეითად მოსიარულე დავინახო 10 მეტრში.
ეს ქვეითად მოსიარულის ჩაცმულობაზეა, გზის სავალნაწილთან შერწყმაზეა, წვიმარობა მაგალითად. წვიმაში საერთოდ არ ჩანს ქვეითად მოსიარული. შესაძლებელია მიადგე გზის სავალნაწილს კარგად ხედავ, მიადგები 10 მეტრში და ქვეითად მოსიარული გამოსვლა. სიბნელე როა, მაგ დროს ხო საერთოდ ეს წვეთები ირეკლავს იმას კიდე და წვეთები მე ქალაქში ხეები როა, ხეების ჭრდილში. შესაძლებელია ხეების ჭრდილმა ისე დაფაროს ქვეითად მოსიარული საერთოდ. ხო, მაგრამ როდესაც ძალიან სამწუხაროდ ტრაგიკულად სრულდება ესა თუ ის შემთხვევა, ძალიან რთულია იმ ადამიანის ვთქვათ ოჯახის წევრს ეს აუხსნა, ხო, რეალურად. მაინც უფრო მეტი პასუხისმგებლობა არის მძღოლის. მორალური პასუხისმგებლობა სხვა არის და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სხვა არის. მორალურად კი, ნამდვილად ძალიან რთულია რომ ტრაგედიით თავდება, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს. ეს ისევ იმ გადასulis ოჯახის წევრმაც, რომ არავის არ უნდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოვიდეს. ქუჩაში უბრალოდ არა ფეხით მოსიარულეზე. ზაღლი რო გადმოგირბეს, ყოველთვის იღებს ზღოლის ზომებს, რომ გააჩეროს და არ დაარტყას. აი, კიდე ერთი შემთხვევა. როდესაც მიდიხარ და გვერდითა ზოლში არის დიდი მანქანა, ან ავტობუსი, ან სამარშრუტო ტაქსი, ხო და იქიდან რა ობიექტი შეიძლება მოვიდეს წინ, ამას ვერ ხედავ. ამ დროს ზღოლი როგორ უნდა მოიქცეს? მაინც უნდა დაამოხრუჭოს და გაიხედოს, თუ გააგრძელოს გზა და ვთქვათ, გააჩნია სადგას. ესეც ხო დიდი პრობლემა, ხშირად გამოირბეს და ვერ ხედა. არის თუ ავტობუსია გაჩერებული, გაჩერებაზე. მძღოლმა უნდა მიიღოს ზომები, რომ რაც შეიძლება ფრთხილად გაიაროს. ავტობუსის წინა ნაწილიდან შეიძლება ალბათობა არის ძალიან დიდი. ვანცას შეკითხვასთან ერთად მეც გამიშთა ესეთი აზრი. მე უფრო ხშირადაც მინახავს, ვიდრე მანქანას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამარშრუტო იქნება თუ ავტობუსი იქნება და კერძო მფლობელის მანქანა ერთმანეთს მიხუტებული. ასეთი საქმეები როგორ ირჩევა ხოლმე? რაღაცა მე ესეთი როდესაც ორ კერძო ადამიანს შორის არის რაღაცა ნუ მეტნაკლებად ხდება როგორ ხდება და არსებითად მნიშვნელობა არ აქვს. ვინ არის პასუხისმგებელი ხოლმე? კონკრეტული ადამიანი. კერძო პიროვნება ორი არის მძღოლი ამ შემთხვევაში. კონკრეტულად ვთქვათ იმ არის ავტომობილის მძღოლი. ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა. სამოქალაქო პასუხისმგებლობას იღებს ავტომობილის მფლობელი, ვიზეც არის ავტომობილი გაფორმებული, ეს იქნება სამარშრუტო ტაქსი თუ სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას იღებს მძღოლი. მძღოლია ყოველთვის პასუხისმგებელი იმ სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულებას. აი ხო შეიძლება ითხოვოთ თქვენ მეგობრისგან ავტომობილი. უკვე თქვენ დაჯექით თუ არა საჭესთან, თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმის ტექნიკურ მდგომარეობაზე, საბურავები რა მდგომარეობაშია, სამუხრუჭე სისტემა რა მდგომარეობაშია. ის რომ თქვენ არ იცოდით რომ იმას საბურავები არ უარგოდა და ითხოვეთ და დაჯექით, ეს არ განთავისუფლებს პასუხისმგებლობა. ერთი შეკითხვა გამიშთა ახლა საზოგადოებრივი ტრანსპორტი რო ახსენე და მივხვდი რომ არ ვიცი ეს. საზოგადოებრივ ტრანსპორტს კონკრეტული ზოლი აქვს თქვა გამოყოფილი მოძრაობის, საიდანაც თუ გადაუხვევს და თქვა მესამე წყობაზე გაასწრებს. ან ესე დიაგონალზე რო გადადის. ამ დროს არ ღვევს ხო რეალურად მოძრაობის წესს თუ არა? არა. ზოლებში მოძრაობაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც აქვს უფლება რომ გადავიდეს მეორე ზოლში და იმოძრაოს. ვერ ქვეყანაში თავისი ხაზი აქვს ხოლმე გამოყოფილი. არის სპეციალურად განკუთვნილი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი. არის როგორც ველოსიპედისტისთვის განკუთვნილი საქართველოში არის სადარი ველოსიპედი. ამიტომ სამზოლად რო ავტობუსები ერთმანეთს ასწრებენ არა. თუმცა იქაც არის ესეთი თუ გაასრო არა დარღვევა. ეხლა რაც შეიძლება ჩვენთან სამარშრუტო ტაქსები ვაჟა-ფშაველაძე მეოთხე ზოლში რომ მიდის თუ დაინახა მგზავრი პირველ გაჩერებული გვერდზე ეგრევე ყოველგვარი ერთადერთი შემიძლია თქვა გამოსწორდა რომ მაგალითად მე რამდენიც ვზივარ ხოლმე სამარშრუტოში მარტო გაჩერებაზე აჩერებენ. და წინასწარ ვაფრთხილებთ ხოლმე რომ აი ამ გაჩერებაზე ხო მაგრამ არის რაღაცა ხშირია შემთხვევები რომ მაინც იმაშვებია რომ დაინახავ მგზავრებს იყვანენ ხო კი აზრ რა გაჩერებაზე აჩერებენ ჩამოჭრიათ რა არც იმაშვებია მე იმიდან გაჩერების ადგილიდან დაძვრისას ვალდებულია რომ დარწმუნდეს, როდესაც იწყებს მოძრაობას, ვალდებულია დარწმუნდეს. ნუ ძალიან ხშირია რომ დგას გაჩერებაზე, გაჩერებიდან იწყებს მოძრაობას, მანევრს აკეთებს ისე რომ არ იყურება გვერდი. ანუ ნებისმიერ ზოლში შეუძლია პრინციპში იმოძრაოს ისევე როგორც სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, უბრალოდ წესების დაცვით უნდა გააჩეროს თუ აჩერებს. მთელი პრობლემა ეგ არის, რომ არასწორად აჩერებენ და ზოლიდან ზოლში ისე გადაკვეთენ გაჩერების დროს
ხო, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს უგულებელყოფენ. შეჯახებებს რა დაუბრუნეთ, რა ვიცი, ჩემი ესეთი ძალიან პატარა დაკვირვებით, მაგალითად საბურთალოს ტერიტორიაზე რამდენიმე წერტილი, სადაც არის ხშირი შეჯახება. მაგალითად, ერთი წერტილი არის ვაჟა-ფშაველას და ასათიანის. გააუქმეს. კვეთა, სადაც შუქნიშანი, ჩემი აზრით, ცუდად არის მოწყობილი, იმიტომ რომ შესაძაც ასათიანიდან ვაჟაზე გინა გადაუხო, ამ დროს წინიდან მომავალი ავტომობილებიც მოდიან და იქ როგორც წესი, რა ვიცი, ყოველ მესამე დღეს თითქმის ანუ იქიდან მომავალი და გადამხვევი ავტომანქანები ეჯახებიან ერთმანეთს. ამის რეგულირება კანონი ხდება ამის რეგულირება, რომელსაც აქვს მარჯვენა მხრიდან დაბრკოლება, ისაა ვალდებული დაუთმოს პირდაპირ მოძრავ ავტომობილს. აქედან გამომდინარე, ასათიანიდან როდესაც ჩამოდიხართ, თქვენი გზა, რომელიც ვაჟა-ფშაველასკენ უხვევს, უნდა დაუთმოს გზა გაატაროს, როდესაც განთავისუფლდება და დარწმუნდება, რომ უსაფრთხო იქნება მისი მანევრი, მის შემდეგ შეიძლება ამ ასობაში ორი შუქნიშანი ისე გავიდეს, რომ მისი გზა არ მოვიდეს. არა, მისი გზა მოვა, იმიტომ რომ შუქნიშანზე თუა შემოსული, სატრანსპორტო საშუალება გზაჯვარედინზე თუა შემოსული, რომ წაინცოს და გაჩერებულია გზაჯვარედინზე, ვალდებულები არიან აი ვაჟა-ფშაველაზე მოძრავი ავტომობილები, სანამდე არ განთავისუფლდება გზაჯვარედინი, მანამდე არ შევიდნენ. ამისთვის კარგად უნდა ვიცოდეთ. იმ რატო ხდება ჩახერგვა გზაჯვარედინი? იმიტომ რომ ვიღაცა გაჩერდა, ესენი აენთო თუ არა მწვანე. ძღოლი, მე მწვანე მენთო, მწვანე რო გენთო არ ნიშნავს იმას, რომ შეგიძლია დაიწყო მოძრაობა. თუ გზაჯვარედინი ზე არ არის განთავისუფლებული მოძრაობის დაწყება აკრძალულია. კარგით რა პატარა ვიწრო ქუჩები როა ნოცობიძეზე. აი ორი მანქანა ძლივს რო ეტევა, ზევით უკვე რო გადადიხარ. აი არ არსებობს ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა რომ ვიღაცა არ გამძვრალი იყოს და იქიდან არ წასული იყოს. ეს მოპირდაპირე ჩაიგდეს. და მე ჩეხები, ეხა მაგაზე ლაპარაკი რომელიმაზეა ლაპარაკი შეგნება და ის შეგნებაზე არაა ლაპარაკი, მაგრამ როდესაც ხდება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, მე ხდება ამის გარჩევა. და უნდა იყო ამისთვის მზად. ვინ დაარღვია საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის შესახებ? არის მომენტები, როცა თითქოს ერთ შეხედვით არაფერი გასარჩევი იქ არ არის, მაგრამ მე რეალურად უკვე პროცესი რომ მიდის, მე სხვანაირად ყველა ავარიაზე მასე გონია რა, რომ გასარჩევი რა არის, ეხა უკიდან დაეჯახა. ხო, მოდით პროცედურებს მივყვეთ. აი დავეჯახე ან დამეჯახა. როგორ იქცევა მძღოლი? პირველი რას აკეთებს? პირველი რა უნდა გააკეთოს? ესე იგი თუ სხეულის დაზიანება არ არის, უნდა გამოიძახოს საპატრულო პოლიცია. დიახ. არ უნდა გაანძრიოს მანქანა. არ გაანძრიოს მანქანა, არ უნდა გადაიყვანოს. თუ ესტაკადაზე დგას ან რამსადმე სანამდე არ უნდა მონიშნოთ, ნუ ეხლა უნდა გქონდეთ სპეციალურად მონიშნოთ საბურავები რა ადგილზე დგას მანქანა, როდესაც მოვა პატრულ ინსპექტორი. რო არ დამიჯეროს. ბატონო? რო არ დამიჯეროს ეს შენი შემოხაზულიაო. არა, უნდა დატოვოს. ძოლთან ერთად. მეორე მძღოლთან. შეგიძლიათ ეხლა ყველა მერე ხალხი გაჩერდება, ხო იცი ბაია? არა, ყველა მობილურ ტელეფონს აქვს ფოტოაპარატი. შეგიძლიათ გადაიღოს და დააფიქსიროს. აუცილებელია დაფიქსირდეს. როგორ იყო გაჩერებული შემთხვევის შემდეგ ავტომობილი. აქედან გამო თუ არაფერი არ იქნება და გადააყენა ორივე მანქანა. ხო. ვერც ერთი ექსპერტი და ვერ არის. კითხავი კი არა, ის არის ექსპერტი. ექსპერტმა უნდა დაადგინოს იმ ჯარიმას გამოუწევს საპატრულო ორივეს მინდა გითხრათ. გადაყენებაზე ორივეს გამოუწევს და გადაყენებაზე შემთხვევის ადგილის მიტოვება გაცილებით ძვირია, ვიდრე ავარიაში დამნაშავეობა. ის 200 ლარიანი, ის 300 ლარიანი ჯარიმაა. ერთი რამ მაინტერესებს, მე კანონი მავალდებულებს, რომ პატრული გამოვიძახო იქ და იმ მძღოლთან გადავწყვეტე მოვილაპარაკო ისე პატრულის გარეშე. კანონი გავალდებულებთ, რომ გამოიძახოთ საპატრულო პოლიცია. და თუ არ გამოვიძახე და დამინახა პატრულმა დამაჯარიმებს. თუ მოილაპარაკეთ, ნუ იმ წუთში და არ არის ისეთი დაზიანება, შეიძლება რომ ბატონი ნუკრით არ შეიძლება პატრულით რო გამოვიძახო და მის თანდასწრებით მოვილაპარაკო? პატრული თუ მანქანა გამოიძახეთ, ისი თანდასწრებით შეგიძლიათ პატრულით გაძლევს საშუალებას რომ მოილაპარაკოთ, თუ ვერ მოილაპარაკეთ, მაგ შემთხვევაში საპატრულო პოლიციას გადაყავს ორივე ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე. მაგრამ მოილაპარაკეთ ერთმანეთში, თუ მოილაპარაკეთ ჯარიმას მაინც წერე. არა, თუ მოილაპარაკეთ მე რას გეუბნები, თუ მოილაპარაკეთ ერთმანეთში, დამნაშავე მძღოლი რომელიც არის, მას უწერენ. იწყდება ეგ რომ ანუ მძღოლები ვილაპარაკეთ. დღეს საუბედუროთ შემთხვევის ადგილზე წდება. ანუ მე ვამბობ რომ ჩემბრალი იყო და აღიარა. არა აქვს პატრულ ინსპექტორს იმის საშუალება რომ ექსპერტიზა ჩაატაროს. პატრულ ინსპექტორი რომ გამოდის შემთხვევის ადგილზე, ის იღებს გადაწყვეტილებას, ისაა შემთხვევის ადგილზე ექსპერტის, გამომძიებელის, პროკურორის და მოსამართლეს, იმიტომ რომ განაჩენი გამოაქვს იგივე სამართალდამცავი არის პრინციპი. იგივე განაჩენია. რა არის ისიც ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან პატრულ ინსპექტორები. მას აქვს ამდენი ცოდნა და ამდენი გამოცდილება, რომ ოქმი გამოწვევს. გამოცდილება და ძალიან ხშირია, რომ საჩივრდება ეს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა ოქმები. და მე იწელება და სამი თვე უნდა იყოს. ნუ იწელება, მე ექსპერტიზა უნდა დანიშნო, ექსპერტიზა უნდა დანიშნოს თავის ხარჯებით. ზოლმა არის რომ ზოლს არ აქვს ამდენი იმის საშუალება, რომ გაასაჩივროს. ასოციაცია არის დება ექსპერტიზა დანიშნო და დასვლა მიიღო.
და თუ დაჩქარებული წესით გინდა ორჯერ უფრო ძვირია. აქედან გამომდინარე, რთულ მდგომარეობაში ხო, კანონი გავალდებულებს და გირთულებს ესე გამოდის. გირთულებს წინა პერიოდში იყო, რომ მოხდებოდა სხეულის დაზიანების გარეშე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა. იწყებოდა მოკვლევა. მოკლევის სამსახურს ჰქონდა უფლება ექსპერტიზა ჩაეტარებია, გამოეკვლია, გამოძიება ეწარმოებიანან ჩვეულებრივი და მიიღო გადაწყვეტილება უკვე რომელი მძღოლის ბრალეულობით მოხდა. მე ვიცი ერთი გზა, რომელიც აი თქვენ გოგოებო ხარ შეწუხებულები ხართ, უფრო გაგიმარტივეთ, თქვა ეს პროცედურები ყველაფერი ჩაივლის, მაგრამ თქვენ ნაკლები თქვათ სამოძრაო გეკნევთ და დაზღვეული თუ ყავს მანქანა, სადაზღვეო, როდესაც დაზღვეული ყავთ მანქანა. ეხლა ძალიან ხშირია შემთხვევები, დაზღვეული როა ეუბნება, რომ მე არაფერი პრობლემა არ მაქვს. დაზღვეულია ჩემი მანქანა და დაზღვევა იმას მისდევს ამინაზღაურებს. მეორე მძღოლის გეტყვით რა, მეორე მძღოლის ეხლა ფიქრობს 250 ლარია ჯარიმა. მეტი არაფერი გადავიხდი ამ 250 ლარს არღის ამაზე ის. გადის მერე პერიოდი, სადაზღვეო უკეთებს იმას ავტომობილს დაზღვეული ვისაც ყავს და გადის პერიოდი და სადაზღვეო კომპანია აკისრებს დამრღვევ მძღოლს გადასახადს. იმ თანხებს, რა თანხების დაუჭდა ავტომობილის რემონტი. მე იწყებენ გაცილებით ძვირია. გაცილებით ძვირია. მერე იწყებენ, ნამდვილად არ იყო დამნაშავე, მქონია ეგეთ შემთხვევები. ნუ არაა დამნაშავე მძღოლი, მაგრამ იმის გამო ნუ ეხლა იმას დაზღვევა უნაზღაურებს, ის არ დაუწყია იქ გასაჩივრება და ის. გავიდა 1-2 თვე, სადაზღვევმა უნაზღაურა ზიანი იმ დაზღვეულ ავტომობილის მძღოლს. მე მიაკითხეს იმას და 5000 და 10000-ია. ხო, არა, მე დამნაშავე მძღოლი ვალდებულება სადაზღვეო თუ არ გაასაჩივრე ადამიანობაში ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა ოქმი 10 დღის შემდეგ გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამერე კი ადგენენ ექსპერტიზას ატარებენ, მიიღებს ექსპერტიზის დასკვნას, მაგრამ გასაჩივრებას არ ექვემდებარება და მაგ პროცესს ვეღარ მოიგებს. ანუ რეალურად, როდესაც შენ სადაზღვეო გინაზღაურებს შენი მანქანის. ვიღაცა დამნაშავე მაინც არის, ხო, დამნაშავე. დამნაშავე წერილი იმისგან იღებს მე კი. ხო და ნუ იღებს ხო და მაგრამ შენ შენ თუ მართალი ხარ, შენ თუ მნიშვნელობა არა. შენ თუ მართალი ხარ, შენთვის მნიშვნელობა არ აქვს. სადაზღვეო აგინაზღაურებს თუ ის კლიენტი აგინაზღაურებს. ხო, არ იცით რას ამბობენ? კლიენტი სად ახლა პირისპირ და ადამიანური ურთიერთობა. არ იცით რას ამბობენ ნინო ჩვენი სტუმრები, რომ ნინო ეგ დარღვევაა. როდესაც შენ ხარ დამნაშავე, შეიძლება პირადად მოლაპარაკების დროს ბევრად ნაკლები დაგიჯდეს ის თანხა, რაც ჭირდება იმ მანქანას და სადაზღვომ შეიძლება უფრო მეტი თანხა მოგთხოვოს, ხო, ამაში. ნუ სადაზღვეო არემონტებს ცენტრებში აღენებს ახალ ნაწილებს, ყველაფერი და გაცილებით ძირდება სადაზღვეოს მიერ გარემონტებული ავტომობილი ვიდრე ეს მაინტერესებს. წინააღმდეგი ხარ თქვენ მანქანის დაზღვევის? არა, წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ რა არის, იცით? უნდა ყველა თუ იქნება დაზღვეული, სადაზღვეო კომპანიები ერთმანეთში გაარკვევენ, მაგრამ რა არის, იცით? როდესაც არის ის მძღოლმა ეს ინფორმაციის ნაკლებობა აქვს, იმას გონია რომ ნუ სადაზღვეო იმას უხდის, მე პრობლემა არ მექნება, მე დებიანი არაერთი მოსულა ჩემთან. მოუტანია საქმის მასალები, ნუ შემიხედია და 100%-იანი მართალია. მაგრამ დაჯარიმებულია ეს. ნუ პატრულ ინსპექტორმა შემთხვევის ადგილზე დააჯარიმა. ხო, ნუ ეს ისე. მაგრამ მანაც ნუ 250 ლარის გამო არ დაიწყო გასაჩივრება. დიახ. მაგრამ როდესაც მოუვიდა ისა 15000 სადაზღვეოდან დაკადებულია. ადგილზე. არა, ადგილზე არა. დაკადებულია მთელი ქონება. მე სადაზღვეო დაუყადაღა ქონება ყველაფერი. ნაბიჯი გავყავს, რომ გავიგოთ. ბატონო გრი მე გთხოვთ რომ ხო ამ პროცედურას ახლა აი ამ პატარა პროცედურას, ერთ კონკრეტულ პროცედურას გავყვეთ ესე ნაბიჯი. მოდი, თქვა ჯვარი წერე, მე გვანცას მოგვივიდა ეს ავარია, მე ჩემი ბრალია და დავარტყი გვანცას მანქანას. რა იცი რომ შენი ბრალი აქედან ბრალი თუა? თქვენი ბრალი თუა და თუ აღიარებ და ნამდვილად თუ თქვენი ბრალი ეხა ავარიაში ძალიან რთულია თქვა ვისი ბრალია. შეიძლება გეგმოს შენი ბრალია, მაგრამ არ იყოს. ხშირად ყოფილა რომ ეს მეორესთვის მანქანა უყიდია, მაგრამ გამოძიება წასულა. არა, გეტყვით რა. როდესაც არა გეტყვით მე. აი როდესაც ისა სხეულის დაზიანება, იქ იწყება აუცილებლად გამოძიება. სხეულის დაზიანება, სასწრაფო თუ გამოიძახის იწყება გამოძიება. და ყოფილა რომ ერთმანეთში მოულაპარაკებია ძღოლს, ნუ იცის თვლის თავს დამნაშავედ. შინაგან. და ერთ მეორესთვის უყიდია მანქანა. მაგრამ გამოძიები დადგენა პირიქით. ის მართალია და ის პლანია. ამიტომ ნუიჩქარე ბაიკო დამნაშავეების დახეს. ესე ერთი შეხედვით რომ თქვათ რომ აი მე მართალი ვარ და ის პლანია ადვილი გასაცევი არა. ამიტომ ყველა ვარიანტში უნდა გამოვიძახოთ პატრული. გამოიძახოთ პატრული, დააფიქსირებიოთ შემთხვევის ადგილზე თუ რამე ჩამონაყარია, თუ რამე კლებია, როგორ დგანან ავტომობილები და არასოდეს არ უნდა ესპოროს საპატრულო პოლიციას. აი ეს ყველაფერი რო გექნებათ, იქნება დაფიქსირებული სქემა იქნება. მე მიხვიდე ბატონო ნუკრისთან. ახლა გამარტებები რო იქნება, თქვენ შეგიძლიათ
მე თუ ნამდვილად დარწმუნებული ხართ რომ მართალი ხართ, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ის არ არის საბოლოო გადაწყვეტილება პატრონ ინსპექტორის 10 დღის ვადაში გაასაჩივრებთ, ჩაატარებთ ექსპერტიზა და დაადგენთ თქვენ სიმართლეს. ბოლო კითხვა ძალიან მოკლედ. გადავიდეს ხალხი სადაც შეიძლება თქვენ არ დაარღვიოთ, მაგრამ გამომიწევთ. ხილათი არის არ დაარტყა მეთქი რა, ეგ არის ყველაზე მაგარი გამოსავალი. იმ არა სხვა რომ გაგაკეთოს. აი იმ სხვამაც არ დაარღვიოს არ დაარღვიოს. არავინ არ დაარღვიოს საგზაო შემთხვევები არ მოხდება. თბილისში დაახლოებით 15-20 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა ხდება დღეში. არა ეს ნორმალურია სხვათა შორის რა. არ არის ეს ნორმალური. ამას მე ვიძახი რომელზეც სისხლის სამართლის საქმე იუზრება და 15-მდე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა სხეულის დაზიანება. ხო და ამიტომ ყავს ჩვენ მევლუდი შაბათობით რომ იქნებ ცოდნა მეტი მივიღოთ, გავავრცელოთ ხალხში ცოდნა და შევამციროთ ეს საშინელი უზდელი საშინელი წესი ჩვენთან. პირველი მარტიდან შემოვიდა საქართველოში ახალი საგზაო მოძრაობის წესები. არ ყოფილა ამ საგზაო მოძრაობის წესების განხილვა საერთოდ რა არის იცით ბრძოლი ამ კანონის თანახმად უნდა მოქმედებდეს. არ ყოფილა ამის განხილვა. ბრძოლებმა შეიძლება ეხა 100 ბრძოლიდან 99-მა არ იცოდეს რომ ახალი საგზაო მოძრაობის წესები საქართველოში. მეც არ ვიცოდი. დიდი მადლობა მე დასტი საინტერესო სტუმრისთვის. მადლობ ჩვენ. მომავალ შაბათს შემდეგ შაბათს ეხა რეკლამის შემდეგ ახალი LG G3 წარმოგიდგინეთ.